3,000 მეტი გიცხოვრიან როგორც ერთსა ერთსა ჩავდღეს მოსწრები ვართ მაგრამ ერთსაც ბედნი ერთსა ვიმღერია კიდეც ვიმღერ გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით, დიდი ხანია ერთმანეთს არ შევხვდით და ვაგრძელებთ, ვაახლებთ ჩვენს გადაცემებს საქართველოს სამეფო კლუბის არქივართ, ჩვენი გადაცემები მიდის YouTube არხზე, ლევან პერაიას ავტორო გადაცემა საქართველოს ისტორიული გვარები. რატო ისტორიული? იმიტომ რომ საქართველოში ყველა გვარი არის ისტორიული, ვინაიდან თითოეული გვარის წარმომადგენელს აქვს მიღებული მონაწილეობა ამ ქვეყნის აღშენებლობაში. დღევანდელი გადაცემაც, რა თქმა უნდა, გვარებს შეეხება. მე ერთი მინდა განვაცხადო, რომ ძალიან დიდი ხანია ჩვენ არ გავსულვართ ეთერში. დაგვიგროვდა ძალიან ბევრი გვარი. არა, მასალები არა, იცი, მოგიდა. ჩვენ გვწერენ, ისეთი, რა ქვია, ჩვენი მაყურებლები და გთხოვენ თავიანთ გვარის განხილვას და ახლა ძალიან დიდი ხანია არ გავსულვართ ეთერში. და ესე იგი დაგვიგროვდა ძალიან ბევრი გვარი, ძალიან ბევრი საყურდურსო გვეუბნება, იმიტომ რომ ყველა გვარს ვერ ვასწრებთ ერთდროულად ყველა გვარის განხილვას და ნელ-ნელა პირდებით, სულ ყველას პირდებით, რომ ყველა გვარს შევეხები და ყველა გვარს ესე იგი განვიხილავთ. უკვე ჩვენი ფორმატი გვაქვს და ფორმატიდან გამომდინარე ჩვენი გეგმები გვაქვს, ამიტომ ცოტა ხანი კიდევ უნდა მაცალოთ, იმიტომ რომ ჩვენი ფორმატიდან გამომდინარე ჩვენ უნდა ჩვენი გეგმა გვაქვს, ასე ვთქვათ. არავინ არ იფიქროს, უშუალოდ რომელიმე გვარი დარჩება უყურადღების გარეშე და დარჩება უყურადღებოდ. ყველა გვარს შევეხებით, ყველა გვარს განვიხილავთ. ამის პირობას გაძლევთ. დღეს ჩვენ სტუმრად გვყავს ბატონი გოგიტა კალანდაძე, სამეფო კლუბის წევრი, საკმაოდ ძველი წევრი, რომელიც გვესაუბრება თავის გვარზე. დღეს საუბარი გვექნება კალანდაძეების ისტორიულ გვარზე გვექნება საუბარი და ამ გვართან დაკავშირებულ უშუალოდ ისტორიულ რაღაც განხილოთ რაღაც ისტორიულ მოვლენებს, ასე ვთქვათ. მე ერთი მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ძველი გვარია. ეს გვარი ისტორიოგრაფიაში მოხსენებულია ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში 1516 წლის სასწო სიგელი არსებობს, მე მგონი, ხო? ბატონო გოგიტა, რომ სადაც ესე იგი თქვენი დამსახურებით გამოკლებით საკმაოდ ძველი, საუბრობთ მე მოვიძიე და ნახე და გამოგეცით თქვენ და ამასთან დაკავშირებით მინდა საერთოდ თქვენი გვარი მინდა თქვენ თო წარმოვაჩინოთ თქვენი გვარი და ვისაუბროთ კალანდაძეები და შემდეგ უკვე კითხვა-პასუხის რეჟიმში გავაგრძელებთ ამ სულ ყველაფერს. გთხოვთ, გაეცალით მაყურებელს თქვენი თავი და გიორგი კალანდაძე, პირველ რიგში მე მინდა დიდი მადლობა გადავხადო ბატონ ლევანს ესეთი დიდი ღვაწლმოსილი მუშაობისთვის ჩვენ და გადაცემებს საერთოდ და სამეფო კლუბს ძალიან დიდი შრომა ჩადებული გადის ეს ყველაფერი. ძალიან დიდი შრომა ჩადებული ამ საქმეში, მოძიებაში, გვარის აღდგენაში, თქვა მის ისტორიის შესწავლაში. დიდი მადლობა ბატონ ლევან კიდევ ერთხელ და ასე, რა ვიცი. ეძიეთ თქვენი გვარი, თქვენი წინაპრები ეს ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ჩვენ დაგეხმარებით. ბატონ ლევანი უანგაროდ ეხმარება ყველას თქვა თავისი დიდი შრომით და დიდი მამულიშვილის საქმისთვის რა. დიდი მადლობა ბატონ ლევან კიდევ თქვენი იმისთვის. ახლა შეეხება ჩვენ გვარს ისტორია იმდენად დამალული არქივებში, რომ ძალიან ძნელია პოვნა და მოძიება თუ რა ხდებოდა, საიდან მოდის ეს გვარი, როგორ წარმოიშვა, როგორ ფაქტი ახლა საერთო კალანდა სიტყვისას გურ ახალ წელს ალბათ აქედან წარმოიშვა. შეიძლება ეს არის, მე არ ვიცი, ალბათ ბატონ ლევანი უკვე თაგიხსნის თუ საიდან როგორ შემდეგ თეთრი კვლევა. კი ბატონო, ეს ასეც არის, ხო, სიახლესთან და ახალ წელთანაა დაკავშირებული ჩვენ ესე იგი წარმართული და ქრისტიანული ერთმანეთს შეერწყო რაღაც გარკვეულ პერიოდში და ესე იგი ჩვენ ქართველებმა ძალიან ბევრი გადმოვიღეთ წარმართულიდან, მოვარგეთ მეორე ჩვენს ქრისტიანულს და
და ეს ჩვენი ტრადიციაა და ამ ტრადიციას არასოდეს არ ღალატოთ ეს ყველაზე კარგად ჩანს იმერეთში ჩანს ეს ისეთ რომ კალანდობა გურია იმერეთში გურია იმერეთში და სამეგრელოში კალანდა სამეგრელოში ქირსეს ეძახიან და ეს ჩიჩილაკის კულტურა სამეგრელო და გურიაში არის ყველაზე მეტად წარმოჩენილი დიახ თუ დავუშვათ ვადონებო ჩვენ მე სასისხლო ისე თქვა სიგელი თუ შეიძლება რომ და რაღაცა სასისხლო სიგელი არის ასე თქვათ ეს არის დოკუმენტი რომელიც ესე იგი ადამიანს პიროვნებას ან გვარს აძლევდა ესე იგი რაღაც პრივილეგიებს ესე იგი სასისხლო სიგელს აძლევდნენ დამსახურებისათვის ეხლა მე არსად არ შევხვედრია ძალიან ბევრი ისტორიული დოკუმენტი მაქვს საკითხული და ძალიან ნაკლებად არის როგორ არ არის მაგრამ არის ძალიან ნაკლებად როცა ადამიანს ესე იგი პირდაპირ აძლევს მეფე აძლევს სიგელს შენ გენიჭება აზნაურობა ესეთ რაღაცები მე იშვიათად შევხვედრია ძალიან იშვიათად შევხვედრია ძირითადად სასისხლო სიგელებით ხდებოდა ამის შეფასება და ამის და რატო ეხლა იმიტომ ყველა წოდება შეფასებული იყო სისხლად თუ ესე იგი ვინ დავუშვათ იმასა ვახუშტისა კარგად ეს მოხსენებული ქვევითანო ზევითო სისხლის ფასი იმატებსო ორჯერო იმიტომ რომ ზევიდან ქვევითო სისხლი ორჯერ მეტი იღვრებაო ამიტომ ესე იგი როგორ იყო იცით აი გლეხი იშვიათად იბრძოდა გლეხი მე-17 საუკუნიდან დაიწყეს გლეხების გაყვანა დავუშვათ საომრად იმიტომ რომ იმდენად დაასუსტებული და დაცლილი იყო უკვე ქართველი საქართველო ქართველებისგან ესე იგი უკვე იძულებულები იყვნენ შეეცოთ ეს ისა იმიტომ რომ გლეხი ძირითადად შრომობდა გლეხი ძირითადად აკეთებდა იმ საქმეს რაც უნდა ეკეთებინა საერთოდ ეხლა ძალიან ბევრი მეუბნება ეს მეკითხება და იგივე დავუშვათ ეს სოფლის მეურნეობა და მიწათმოქმედება ასე აყვავებული რო იყო და ასე რო იყო და გინდაც პროვიატი სამეფო საომარი მოქმედებების დროს პროვიატს იქნიდა ისე გლეხი იქნიდა ხო და ამ ყველაფერს აკეთებდა გლეხი და დავუშვათ ადამიანი ჩვენი წინაპარი ყველანაირად მინდა ამ საქართველოს ისტორიას თოხითაც იქნებოდა ეს ხმლითაც იქნებოდა საჭრეთელითაც იქნებოდა ჯვარითაც და საწერ-კალამითაც იქნებოდა ამის ერთობლიობა ქნიდა მე საქართველოს სიძლიერეს. აქედან გამომდინარე ძალიან ამის კატეგორია, ესე იგი, უფრო ძირითადად აზნაურთა კატეგორია ბრძოლობდა. აქედან გამომდინარე ესე იგი შეფასებული ყველა კატეგორია იყო შეფასებული სისხლად. ანუ ესე იგი გლეხის სისხლი იყო 12 თუმნად იყო შეფასებული. გლეხის შემდეგ მოდიოდა მსახურის სისხლი, რომელიც იყო 24 თუმანი. ანუ ორჯერ მეტი. სამსახურიდან ესე იგი მცირე აზნაურის, ანუ სათავადო აზნაურის სისხლი იყო ესე იგი 58 თუმანი. საეკლესიო აზნაურის იყო ორჯერ მეტი. მერე სათავადო აზნაურის სამეფო აზნაურის კიდე ორჯერ მეტი. ასე ორჯერ იზრდებოდა, ესე იგი რაც უფრო ზევით ადიხარ, უფრო ორჯერ იზრდებოდა სისხლი იმისიდან. ესე იგი, როცა გლეხთა კატეგორიიდან გადადიოდა დავუშვათ ან მსახურთა კატეგორიაში ან გადადიოდა მსახურთა კატეგორია იყო გარდამავალი ის იყო რა, ასე ვთქვათ, გლეხსა და აზნაურს შორის. იმიტომ რომ გლეხი, რომელიც დავუშვათ იბრძოდა და კარგად და თავს გამოიჩენდა რაღაცას, გააკეთებდა ისეთ, ესე იგი, მეფეს ან თავის ბატონს რაღაცა სარგებელი მოუტანა, როგორც წესი, ესე იგი, წყალობის სიგელს, წყალობას გაიღებდა მეფე ან ბატონი. და რაღაცას უწყალობებდა. ან მამულს უწყალობებდა, ან გაათავისუფლებდა იმიდან რომ გადასახადებიდან და ესე იგი ამის დამადასტურებელი კიდე იყო ის სიგელი, სასწო სიგელი, ანუ ესე იგი სის უდიდებდა. დავუშვათ თუ იყო 12 თუმიდან გადადიოდა 20 თუმაზე, ხო და ესო სასწო სიგელები იქნებოდა, აქედან გამომდინარე იქნებოდა სასწო სიგელი. რაც ახლა ჩვენ წავიკითხეთ და რაც მოცემულია კალანდაძეების სასწო სიგელში როგორც ჩანს ერთ-ერთი კალანდაძე ანუ ის კალანდაძე რომელიც იქ არის მოხსენებული ეს ან მსახურთა კატეგორიაში იყო უკვე და გადავიდა ცოტა უფრო მაღალ ანუ აზნაურული სისხლი რაც თქვენ ესე იგი დაგიწესათ ეს არის
აზნაურული სისხლია, ანუ აზნაურული ის არის, რა ქვია მაგას და რაღაც გარკვეულ ეტაპზე როგორც ჩანს რომელიღაცა კალანდარზე აზნაური გახდა. ეს იქიდანაც ჩანს ერთ-ერთი სამუთით 1600 რომელი წელია 1616 წლის იმითი რა ქვია სამუთით ერთ-ერთ კალანდარზე ესე იგი რა ქვია მეფემ შეუმცირა ისა გადასახადები შეუმცირა და ესე იგი მხოლოდ საპატიო ის დააკისრა რა ქვია მის შესრულება რა ქვია ანუ ესე იგი ლაშქრობაში მონაწილეობა ეს იყო საპატიო ის იყო როცა ნადირობაში და ლაშქრობაში აღებდა მონაწილეობას თავშად გლეხს ეს უკვე იმას ნიშნავდა რომ ეს პრივილეგირებულ იმაში გადაყავდა უკვე და ანუ ათავისუფლებდა გადასახადებისგან და რაღაც საპატიო მოვალეობას აკისრებდა აქედან გამომდინარე შეიძლება ვიფიქროთ კიდევ არის ერთი სამუთი სადაც ესე იგი წერია გრიგოლ კათალიკოსის შედგენილი სამუთი ეს არის მე-17 საუკუნის ბოლოა სადაც გრიგოლ კათალიკოსი პირდაპირ წერს რომ ესე იგი ერთ-ერთი რა ქვია კალანდაძე რომელიც ეს ჩემი გაზრდილი არისო მე გავზარდეო და როცა მოხუცებული რო ვიყავიო ძალიან დიდი სამსახური გამიწია ანუ ესე იგი მეხმარებოდაო ძალიან და აქედან გამომდინარეო მე ესე იგი ამოუკვეთეო ყველა ისა ხია გადასახადი მხოლოდ სათლის გადასახადი ესე იგი დაუწესა სათლის გადასახადი ეს იმას ნიშნავს რომ ესე იგი გლეხთა კადრიდან გამოიყვანა ეს და საეკლესიო აზნაურის ტიტული მისცა დიახ აქედან გამომდინარე ჩვენ და ვიფიქროთ ეხლა ჩვენ ძალიან ბევრი ისა ხია სამუთები არსებობს იმისა რომ გლეხთა კატეგორიას ეკუთვნოდეს გვარი მაგრამ როგორც ჩანს როგორც ყველა გვარში ახლა მე რომ ვიკვლევ იმას ხია კვლევებს რო ვატარებ და მაშინ რო ვუყურებ ხია არქივებში ყველა გვარში არის სხვა როგორც გლეხები ისე აზნაურები და თავადურ გვარებშიც არის თავადურ გვარებში კი რა თქმა უნდა არის თავადებიც იყო ეს ეგ გვარის წარმომადგენელი აზნაურიც იყო და გლეხიც იყო ანუ იმას თავისი ისინი ქონდა რაღაცები წინაპირობები რატო ხდებოდა ერთ-ერთი გვარის წარმომადგენელი სამი იმაში რატო იყო ეს იყო ანუ კრინდებოდა როგორც ესე იგი ვერასრულობდა რაღაც პირობებს და აქედან გამომდინარე ესე იგი დაკნინდა იყო მეორე იყო აღმოღოს სამართალში და ვახტანგის სამართალში პირდაპირ წერია ბუშის კანონი იყო ესეთი ან ნაბიჯის კანონი ვაბატიეთ ამ სიტყვაზე მაგრამ მას ჩაოლებრივი მიღებული ის იყო სიტყვა იყო როცა ესე იგი ძალიან იშვიათი იყო ეს ახლა არავინ არ გამომედაოს ახლა ვიღაცას საკითხული აქვს დაუშვათ მე-19 საუკუნის ისა რა ქვია პროზა და გონია რომ საქართველოში იყო ესე იგი პირველი ღამის არ ყოფილა არასოდეს არ ყოფილა პირიქით კანონში იყო გაწერილი იყო პირდაპირ თუ დაუშვათ გლეხი მიუსწრებდა თავის ცოლთან მიუსწრებდა ბატონს ადგილზე შეიძლება მოეკლა კანონი აწევდა უფლება შეიძლება ადგილზე მოეკლა და ანდა კიდე პირდაპირ თავისუფლდებოდა ყოველგვარი გადასახადი ხმობის სიმიდან უგელდამ გამოდიოდა ხო ასეთი ის იყო რა ქვია მაგრამ არ იყო ის არა რა უშუალოდ რაღაცა და თუ დაუშვათ შვილი შეეძინებოდა ამ შემთხვევაში ესე იგი შვილი უკანონო შვილი იყო ერთი საფეხურით დაბალ წოდებას იღებდა დაუშვათ თუ იყო თავადი აზნაური ხდებოდა თუ იყო აზნაური ხდებოდა მსახური ხდებოდა და ასე და ამისა იყო კიდე ესე იგი ხო ძირითადად ეს იყო კიდე ესე გაყვის შედეგად დაუშვათ იყო თავადი იყო რომელსაც დაუშვათ შვილი ყავდა იყო და ყველა სათავადოს ჰქონდა თავისი ესე იგი საქვია საოფლისულე სათავისთავო და რაღაც მამულები დაყოფილი ჰქონდა და გამოიყო დაუშვათ 7 შვილიდან 1/7 რომ გახდა ვიღაცის დაუშვათ რომელიღაც თავადის შვილის 1/7 იმას ესე იგი შეუმცირდა ისა რა ქონება შეუმცირდა იმას უკვე ის აღარ ქონდა რა ქვია ციხესიმაგრე არ ქონდა დაუშვათ კი ქონდა მაგრამ ერთ ცალის შერშას რაღაცა და მე ამასაც შვილი შეეძინა დაუშვათ 4 შვილი შეეძინა 1/4 ნაწილი უკვე ციხესიმაგრე და ისინი რაც უნდა ქონოდა დაუშვათ იმას თავაც იმას ვეღარ აკმაყოფილებდა და ამიტომ თავისთავად ერთი საფეხურით დააკრინდა ესეც იყო რა ძალიან ბევრი ისინი იყო რა ქვია მაგას და აქედან გამომდინარე თითო გვარში ძალიან ბევრ გვარში იყო სხვა ესეთი გრადაცია იყო ანუ ესე იგი იყო თავადიც იყო აზნაურიც ლეხიც იყო და ახლა აზნაურშიც იყო ესა და თავისთავად ნებისმიერი გვარი
ხა უკითხულმე რომ რატოა კაცო ეს იმტომა ძალიან ბევრი რაღაც პირობა ხო კიდე რა იყო კიდე იყო დავუშვათ თუ ხიზანი დავუშვათ გაიხიზნა იმერეთიდან წამოვიდა კაცი ზაგერ ქართლში დასახლდა თუ იყო დავუშვათ ესე იგი სამეფო აზნაური ხდებოდა სათავადო აზნაური ხდებოდა კლინდებოდა თუ იყო თავადი ხდებოდა ტახტის აზნაური და ნუ ასე და ასე აქედან გამომდინარე ძალიან ბევრ გვარში იყო როგორც თავადი როგორც აზნაური ესე გლეხი იყო და ალბათ ჩემი აზრით კალანდაძეების გვარშიც უნდა ყოფილიყო იმიტომ რომ ეს რაც ჩვენ წავიკითხეთ და თვითონ სასწრო სიგელი იმას ნიშნავს რომ უკვე პრივილეგირებულ კლასში იყო უკვე ეს ადამიანი რომელმაც ეს მიიღო ეს სასწრო სიგელი მიიღო პრომეს დაამატეთ კიდე თქვენ გვარზე რა იცით თქვენ გვარის შესახებ და ნუ თანამედროვე მე-20 საუკუნეში არსებობდა გაის თქმულებების გვაინტერესებს ბევრი არის და მე-20 საუკუნეში ესე იგი რაც მოხდა ყველაზე დიდი ტრაგედია თქვა ამ გვარმა მიიღო აი ამ ბოროტების იმპერიის დროს როდესაც სტალინმა მთელი კალანდაძეები დახვრიტა რა ეძებდა სათლით ეძებდა და ხრიტავდა კალანდაძეებს და ახლა ლეგენდასავით არის მითებისავითად რომ თვითონ იანეუჩი ერთ-ერთი ნათესავი მას შემდეგ რაც დაემხო ეს იმპერია სახელდანაც ვერ გამოდიოდა იმდენად ის იყო რა ქვია რა ნუ მორალურად და კიდე ფიქრობდა რომ ისევ დახვრეტა და რეპრესიები იყო საშნელი რეპრესიები დახვრეტები ბავშვები გაამწესეს ბავშვების გულაგებში რომლებიც იმ დროს იყო საქართველოში ბავშვთა გულაგები სადაც ბავშვებს twin სურათს ხავდნენ რომ შენ არ გივარგა მამაში და ნუ ზდიდე მკვლელად რა ასე ვთქვა რომ გამოიყენებინა შემდგომი ასე თქვა დივერსიებისთვის ეს ხალხი ნუ ეს და ასე მოხდა ნათესავების კალანდაძეების გვარის თითქმის განადგურება რა ალბათ კიდე ბევრი გვარები არის განადგურებული ჩვენ ალბათ მადონი ლეონი გამოიკლებს ამას თანამედროვე პერიოდში რა ხდებოდა მე-20 საუკუნეში ну ეს არის ძირითადად ეს ლეგენდაც არის გადმოცემული და კალანდაძეების შესახებ და რამდენი ხარ საერთოდ ეს თუ გამოკვლეული ну დაახლოებით ამ ქალაქის არეალი ძალიან ბევრია სოხუმიდან სოხუმში ცხოვრობენ კალანდაძეები კახეთში ცხეთაშიც არის ბევრია კალანდაძეება ეს ჩვენი გვარი ერთი მე მგონი აი ამ რეპრესიების დროს მოყოლილი ხალხია ეს დაშალეს საერთოდ და დაძდევდნენ და სასტიკად არ ვიცი ხა წინა პერიოდში თუ იყო ესეთი დევნა გვარებზე მე არ ვიცი ეს ისტორია წინა პერიოდში აი ნუ მე-16 საუკუნეში არ გვარებს არ დაძდევდნენ ესეთი რამე არის არ ყოფილა არასოდეს ეს ჩაღვრაც არ ყოფილა არა გვარების არ ყოფილა გვარების და ისტორიული საქართველოში ნუ ეს მე ალბათ საერთოდ ბოლშევიკური მეთოდები შეიძლება ვიღაცა შემოდიოდა დავშვათ დუშმანი რო შემოდიოდა ტერიტორიო შემოდიოდა გვარს არ ანადგურებდა არა აი რაღაცა არ ყოფილა არასოდეს არ ყოფილა შეიძლება რაღაცა მტრობა ქონოდა ერთ გვარს მეორე გვართან და რაღაცა ესეთი მტრული რაღაც არა ემასაც აგვარებდა ანუ მეფე აგვარებდა და ნუ ეგეთ რაღაცები ძალიან იშვიათი იყო იმიტომ რომ ყველა იცავდა თავის აი მე ძალიან ბევრჯერ ვამბობ ამას რა აი წესრიგი საიდან მოდის სიტყვა წესრიგი წესისა და რიგისგან მოდის რა ანუ ყველა ის ადამიანი თავშივით რა ქვია იცავდა თავის წესს და რიგს თავადი იყო ეს აზნაური იყო გლეხი იყო თუ არა ქონდა მნიშვნელობა ყველა მიცოდა თავისი წესი და რიგი იმ წესსა და რიგს არ გადადიოდა როცა ესე წესს და რიგს არ აღგურს ადამიანი დავუშვათ ის გლეხი და აი თავადიც მაშინ კონფლიქტიც არ მოდის დაუშვათ იმიტომ რომ ყველაფერი იყო ესე იგი დალაგებული იყო აქედან გამომდინარე იყო ის რომ საქართველოს ერთ-ერთი ქვეყანაა მთელ მსოფლიოში სადაც გლეხთა აჯანყება და აჯანყება სადაც არ ყოფილა სოციალურ ნიადაგზე აი მე-19 საუკუნემდე მე-19 საუკუნეში უკვე სულ ვამბობ ამას მინდა რომ კიდე გავიმეორო უკვე ტვინი გადაგვირიეს აგვირიეს ტვინი ტვიში მოახდინეს რევოლუცია იმიტომ რომ ჩვენი არა ჩვენთვის შესაფერისი ესე იგი კანონმდებლობა შემოიტანეს და შემოიტანეს ისეთი კანონები დაგვინერგეს რომელიც ჩვენთვის ქართველებისთვის იყო მიუღებელი იყო და ეს მე რაღაცა აიჭრა თავში რაღაცა ქართველების თავში და დღეს რასაც დღეს ჩვენ დღეს იმას ვიმკით რაც თავშოთ მაშინ მე-19 საუკუნის დასაწყისში დავთესეთ და დაგვითესეს უპოსტობა თავში და იქიდან გამომდინარე ეს ყველაფერი ხა რა შეეხება ახლა მე რაც მოვიძიე იმაში რა ქვია ძალიან საინტერესო რა მოვიძიე, ესე იგი
ჯერ მეორე მსოფლიო ომში ძალიან ბევრი კალანდაძე იყო. რა თქმა უნდა, ბაბუაჩემი. კი, ძალიან ბევრი. საინტერესო რა, იცი, და პირველ მსოფლიო ომში მამაჩემი თვითონ ირანში იბრძოდა. ესე იგი პარადოქსი რა არის, რომ ირანში გაგზავნეს სამხედრო ნაწილები 51 წელს საქართველოსთან. ეს არცად არ არის შემთხვევით ფაქტი იყო ესეთი და რა უნდა საქართველოსთან კალანდაძე მამაჩემი ქიყოდა, რომ რა უნდა საქართველოსში საქართველოს თქვა ჩამოყალიბებული თქვა ამ სამხედრო ნაწილებს ირანში 51-დან 45 წლამდე. საინტერესოა, ხო. რა უნდა დააზაკეთებდნენ. ვითომ ტოპოგრაფიული რაღაც გაზომვებს ატარებდნენ. შემდგომში ტოპოგრაფიული გაზომვა ირანი რა წარმოუდგენელია რა უნდა სამხედრო ნაწილი. ხო, ეგ საინტერესოა, ძალიან საინტერესოა. მეორე ნათესა ფინეთის ომში დაიღუპა. მეორე ძმა ერთ-ერთი და მე ვფიქრობდი ფინეთში რა უნდა გადასულ გასწავლდნენ რომ ომი დაიწყო სექტემბერში და ფინეთში ომი ამ დროს საბჭოთა კავშირი ესეთი ამბები იყო რომ ბევრი პარადოქსები ამოდის ალბათ გავიგებთ კიდე ბევრ სიმართლეს რა ვიცი კი ბატონო ეს პარადოქსია რომ პირველ მსოფლიო ომში 75 კალანდაძე იყო მონაწილეობის 75 კალანდაძე ეს ცოტა არ არის ეს საკმაოდ ბევრია კი ალბათ ამავე დროს კიდე ესე იგი რაც ის არის რა ქვია მაშინ ძალიან ბევრი ფსიქოლოგი ყავდათ და კალანდაძეებს მგლები, პრიჩეტნიკები და ნუ და 53 წევრი ყავდათ, ესე იგი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაში. ხო, ერთი დათესავი ყავდა, კიდე თქვა აკაკი წევითლის თანა ეს იყო, ესე იგი ჟურნალსაც გამოსცემდა ეშიმაკის მათრახი კალანდაზე. კი, დათესავი ქონდა ვიღაცა მომპარა, მე საქმე მომპარა ეს ისა ეს ჟურნალი ხო? ხო, აბა ეს ჟურნალები ქონდა წევითელთან ახლოს. თვითონ ამაჩემი მეგობრობდა ნოდა დუმბაძესთან ხშირად მოდიოდა ჩვენთან სახლში ხოლმე ერთად იყვნენ გულაგში მოკლედ ბავშვთა გულაგში ეს იმას იხსენებდა ხოლმე. ძალიან საინტერესო გამოგივიდა ალბათ ეს გადაცემა. მე კიდევ დიდი მადლობა ბატონ ლევანის ისევ რომ მას დიდ შრომას უანგარო შრომას ეწევა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ქვეყნის სადიდებლად, ჩვენი გვარების სადიდებლად და ჩვენი ყველაფერი ასე სამეფო კრუსმიდა დიდი მადლობა გადაუხადო იმიტომ რომ გვაძლევს საშუალებას თვითონ თითოეული სმენელის წინაშე ესე იგი წავდგეთ და ჩვენი ესე იგი ჩვენი ნააზრები ამ თითოეული გვარის კვლევა არის ძალიან საინტერესო და სასიამოვნო პროცესია ვისაც უმუშავნია გვარის კვლევაზე დამეთანხმება რომ ეს არის როგორც ნარკოტიკი ისია იცის ჩათრევა იცის და იმდენად იცის ჩათრევა რომ ხანდახან ყოფილა შემთხვევა ისე შემომთენებია რომ ესე ვერც გამიგია იმიტომ რომ იმდენად საინტერესოა ეს ყველაფერი და ეს ერთ საინტერესოა შენთვის რომელიც ამას აკეთებ მაგრამ რამდენად მნიშვნელოვანია როცა შენ ვიღაცას უკეთებ ამას და ეს ვიღაცის თვალებში და ვიღაცის მაშინ ხედავ ამ დიდ სიხარულს ასიხარულს შენ მიანიჭე ადამიანს ეს არის ამის მაგალითია ის რომ ძალიან ბევრი ადამიანი წერს სამადრობელ წერილებს წერს და ძალიან ბევრი საყვედურობს იმიტომ რომ ყველას ერთად უნდა ამ გვარის თავისი გვარის ისტორია და ყველა ერთად არ გამოდის და ვერ ვახერხებთ იცი აი ჩვენ ერთი გადაცემა გვაქვს კვირაში ერთხელ ისიც რაღაცა 20 წუთიდან 35 წუთამდეა ჩვენი გადაცემის ფორმატი და ვერ ვეწევი და ვერ ვასწრებ ამ ყველაფერს და კვირამდე ძალიან ძნელია 5-6 გვარის დამუშავება აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი ადამიანი ასე ვთქვათ საყვედურ ნარევი კილოთი გვეუნება და ვერც ვამტყუნებ, იმიტომ რომ ყველა თითოეულ ადამიანს უნდა რომ თავის გვარზე მეტი გაიგოს და დროულად გაიგოს. და იმედია მე პირობას გაძლევთ რომ ყველას მოთხოვნას დავაკმაყოფილებ და უბრალოდ ადრე ურნი ვიყავით წამყვანები მე და ვალერი ხიფშიაშვილი რომელიც დღეს საკმაოდ არ არის, კარგად არ არის და გავამყოფობს და იმედია მალე გამოჯამდება და უფრო ორი კაცი უფრო მეც გააკეთეს ვიდრე ერთი კაცი ერთ იმას უფრო მეტი ძალა აქვს ტაქს თუ ორსო რა თქმა ჩვენ შემთხვევაში ორ ტაქს უფრო მეტი ძალა აქვს და ამიტომ გამომდინარე იმედია მალე გამოვასწორებთ ამ ყველაფერს და მალე ის ხაროძები რაც გვაქვს თქვენს წინაშე რასაც მალე გამოვასწორებთ ჩვენ გვინდა კიდე ესე იგი ჩვენ ახალი ის დავიწყეთ სამეფო კლუბმა დაიწყო ახალი გადაცემას ჩაეყარა საფუძველი სადაც წამყვანი ვარ მე ვარ წამყვანი
და ალბათ ძალიან დაგაინტერესებთ ალბათ, იმიტომ რომ საქმე ეხება მონარქიას, სახალხო კონსტიტუციურ მონარქიას ეხება. თუ გაინტერესებთ ესეთ საკითხები და ესეთ საგნები, შეგიძლიათ მოусმინოთ ჩვენს გადაცემებს საუბრები მონარქიაზე, ასეთი საუბრები სახალხო კონსტიტუციურ მონარქიაზე, ასეთი სათაურით არის. ჩვენ ორი გადაცემა გავაკეთეთ უკვე და ალბათ ცოტა ვერ გაიგო ადამიანება და ვერ იმიტომ რომ ძალიან ცოტა ნახვები აქვს სამწუხაროდ და მინდა რომ ესე იგი თითოეულ თქვენგანთან მოვიდეთ და თითოეულ თქვენგანს გავაგებინოთ. კიდე ჩვენი ნააზრები ჩვენ მოვიწვევთ პიროვნებებს, რომლებიცაც ხელეწიფებათ ამ ყველაფერზე საუბარი და მინდა გაგაცნოთ რა არის მონარქია და რა არის სახალხო კონსტიტუციური მონარქია და რა განსხვავებაა თავშოთ მონარქიასა და კონსტიტუციურ მონარქიას შორის. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და აქედან გამომდინარე თუ გაინტერესებთ ეგეთი გადაცემები უყურეთ ჩვენს ორივე გადაცემას. ამ გვარებზე გადაცემას და მეორე გადაცემას, რომელსაც საუბრები სახალხო კონსტიტუციურ მონარქიაზე ქვია. უღმესი მადლობა ყურადღებისათვის და მომავალ შეხვედრამდე. დიდი მადლობა თქვენს ასე ყველა და დიდი მადლობა ყველაფრისთვის. იცოცხლეთ, დიდი მადლობა მოგზაურობისათვის. 3000 მეტი გიცხოვრია საჩავ დღეს მოსრებივა